ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს de facto ხელისუფლება ანგრევს ამ ქვეყანას. ანგრევს ამ ქვეყანას და რუსეთისაკენ მიხავს ჩვენი ოდესღაც არც თუ დიდი ხნის წინ დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, თავისუფლების სადარაჯოზე მყოფი ქვეყანა საზოგადოება, ქვეყანა რომელმაც თავის დროზე 30-35 წლის წინ გამსახურდიას პერიოდშიც, შევარდაძის პერიოდშიც, მიხეილ სააკაშვილის პერიოდშიც ხელ უკუღმა არტყა რუსეთს და რუსეთს არ მისცა იმ მზაკრული ყველა გეგმის განხორციელების შესაძლებლობა, რომლებიც იმთავითვე, მაშინვე, თუნდაც ელცინის რუსეთს ჰქონდა კავკასიის რეგიონში და ჰქონდა კონკრეტულად საქართველოში. ბიძინა ივანიშვილმა უღალატა გამსახურდიას გზას, შევარდაზის გზას, სააკაშვილის გზას და ბიძინა ივანიშვილმა სრული დესუვერენიზაცია მოახდინა უკვე, ასე გეტყვით, ჩვენი ქვეყნისა, გამზადებულია ეს ქვეყანა საიმისოდ, რომ თავიდან ბოლომდე დურთოს თავი რუსეთის ჩასაძირად, ადრე თუ გვიან ჩასაძირად განწირულ გემში, მაგრამ ვიდრე ჩაიძირება რუსეთი ბევრს დაგვიშავებს, ბევრს გვავნებს. ამას ვამბობთ და ვამტკიცებთ თუ ვასაბუთებთ მაგალითად ასე, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისაგან ითხოვს, რომ მან საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადოს საქართველოს ნეიტრალიტეტი, თუნდაც ძალმხრივი. აღწევს რუსეთი მიზანს, აღწევს ჩვენი ჭვრეტით, ჩვენი ფიქრით, როგორც კი ხელსაყრელ მომენტს იხელთებს, დროს იხელთებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა, ესენი ნეიტრალიტეტსაც კი გამოაცხადებენ, შეძულებული და მოძულებული ეყოლებათ რა იმ პერიოდისთვის საბოლოოდ ევროპა და ევროპის კავშირი, შეერთებული შტატები და ზოგადად დასავლური სივრცე ჩვენ არავინ არ გადმოგხედავს, არავინ არ დაგვიცავს. არავინ არც იტყვის იმას, რომ ამის გაკეთება საქართველოში უბრალოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ პარტნიორი კაციშვილი არ იქნება ჩვენს გარშემო, არც ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები, მით უფრო თეთრი სახლი თუ სახელმწიფო დეპარტამენტი, ბევრს არაფერს იზავენ გამარჯობათ, ბევრს არაფერს იზავენს ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად. ჩვენი გადასარჩენია ეს ქვეყანა, ასე ავხსნით, თითოეული თქვენგანის გადასარჩენია პირველ ყოვლისა, როგორც კი ჩვენ დავიწყებთ გადარჩენაზე ფიქს, ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაზე, მხოლოდ ამის შემდეგ კარგადაც შეგვამოწმებენ, გულახდილად გეტყვით, დარწმუნდებიან იმაში, უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ჩვენ არ მოვიღლებით და მხოლოდ ამის შემდეგ თუ შემოგვეხილება ჩვენ დასავლეთი რასაკურველი. მაგრამ ახლა ამ ზოგად ფილოსოფიურ მსჯელობას რომ გავცდე, კიდევ ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. ნეიტრალიტეტი ვახსენე, ევროკავშირზე უარის თქმა არ მიხსენებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რა პრობლემაა, რომ ესენი იტყვიან კიდევ ერთ და საბოლოო უარს ევროკავშირზე, რომელიც მათეული წარმოდგენით პაპუაშვილი აკი ამასაც ჭყალებში ასაბუთებს, რომ ჩვენი მტერია, დასავლეთი ჩვენი მტერია. ნატოზე იტყვიან ესენი უარს, რამდენადაც ნატო მათეული გააზრებითაც და ობიექტურადაც დასუსტებული ორგანიზაციაა, დასუსტებული სივრცეა, ვერ ასრულებს იმ პირვანდელ ფუნქციას, მისიას, რომელიც ჯერ კიდე ვაშინგტონის დეკლარაციით მას დაეკისრა პირველ ყოვლისა, ვერ ასრულებს მეხუთე მუხტს ბოლომდე და ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციებიც ნატოსთან მიმართებაში მთლად გულახდილები რომ ვიყოთ, არ არის ისეთი, რომ მოგეწონება კაც კოლექტიური უსაფრთხოება, საერთოდ მორღვეულია უსაფრთხოების სისტემები და ვერტიკალები თუ ჰორიზონტალები და სისტემები არის მორღვეული მთელ მსოფლიოში, თუმცა რასაკვირველია ნატო მაინც უალტერნატივოა პარემ რომ თქვათ მოცემულ ეტაპზე თუნდაც დასუსტებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჩვენთვისაც და ყველასთვის, აკი ამიტომაც მიდის უკრაინა ნატოსკენ, აკი ამიტომაც ამბობს ზელენსკი, რომ ნატოში გაწევრიანება იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაო. აკი ამიტომაც შევიდა ფინეთი, თორე არ რჯიდა საბოლოო ჯამში ფინეთს, რომ შესულიყო ნატოში, ფინეთს, რომელიც უზრუნველყოფილი, ძლიერი, კეთილდღეობით სავსე გაჯერებული სახელმწიფო იყო, ისედაც და ამის მიუხედავად აი ამ ტურბულენციაში მან მაინც მიიღო გადაწყვეტილება კოლექტიური უსაფრთხოების სისტემებში გაწევრიანებისა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისა ამ 2 წლის წინ. მოკლედ ეს ბანდა ხელისუფლება ნატოზე სიტყვის უარს
ევროკავშირზეც რუსის ჯარსაც დააკანონებს, შესაძლოა რუსის ჯარი დაკანონებული სხვა რამე რუსის ჯარს დაკანონებულ შესაძლოა სხვა რამე ერქვას, მაგალითად ახალ ქალაქში, მაგალითად ან სხვაგან აჭარაში, გაბედავენ თუ არა არ ვიცი, იმიტომ რომ თურქეთის ფაქტორია სხვაგან და ასე შემდეგ. ამასობაში პარალელურად ჩვენ რეგიონში იმდინარეობს ერთი ფრიად საინტერესო პროცესი. აი რომ დავხატოთ ხო ორ სახელმწიფოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ლაგდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რთულად შესაძლოა, მაგრამ მაინც გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს სახელმწიფოები ერთმანეთთან დალაგდებიან, ერთმანეთის სუვერენიტეტს პატივს სცემენ, ერთმანეთის საზღვრებს აღიარებენ და ერთმანეთთან ეკონომიკურ მისემობას ურთიერთობას დაიწყებენ, ეს გადაწყვეტილება მიღებულია და პრაქტიკული ნაბიჯებიც არის გადადგმული ანგეზურის დერეფანზე, ანუ ტრიპზე, გავაბახვინებთ თქვენ ეს ნებართვით ორ რიწუთით ყურადღებას. ტრიპის ამოქმედების შემთხვევაში ზანგეზურის დერეფანისა, ეგრეთ წოდებული აზერბაიჯანული ტოპონიმიკა, აქ გითხარით და ბევრჯერ ვითქოს სომხური ტოპონიმიკა კიდე სხვა არის. ამიტომ ტრიპი დავარქვათ, ტრიპი ამოქმედდება სრულად ორ წელიწად ნახევარში. ტრიპი დამცვის ეს გადის ჩრდილოეთ ირანის ტერიტორიაზეც, მომიჯნავეთ უფრო ზუსტი რომ იყო, უსაფრთხოების ელემენტიც იქნება გათვალისწინებული ამერიკული დაახლოებით პირვანდელი მონაცემებით დაახლოებით 2000-2500 ამერიკის სამხედრო მოსამსახურე ჯარი პირდაპირ ვილაპარაკოთ იქნება განთავსებული მთელს ამ პერიმეტრზე, აღარ ვლაპარაკობ რომ უსაფრთხოების და კომუნიკაციისა და უსაფრთხოების მთელი სისტემები იქნება შექმნილი. ტრიპის შექმნის და ამოქმედების შექმნილი კია, მაგრამ სრული ამოქმედების შემდეგ ტვირთების 99% არასწორი სიტყვაა შესაძლოა სახმელეთო ტვირთების და შესაძლოა კი არა ნამდვილად სარკინიგზო ტვირთების დიდი ნაწილი სწორედ აზერბაიჯანზე, სომხეთ-აზერბაიჯანზე და უკვე შემდგომ თურქეთის მიმართულებით გავა. ეს ჩვენ დაგვაკლებს მნიშვნელოვან ფუნქცია, მისიას და ასე შემდეგ, ეს გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვან შემოსავლებსაც. ნებისმიერი ის კომპანია წამოსული ასე მაგალითად ყაზახეთიდან, რუსეთის ტერიტორიის გამოვლით რა საკვირველია, ხო? შემოვა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და გავა თურქეთის ტერიტორიაზე, კომპანია თუ ტვირთი, გავა უპრობლემოდ, რამდენადაც საქართველო ახლა არის ან იქნება ერთგვარ ჩიხად წარმოიქმნება. ჩიხია საქართველო. ჩიხის ბოლო წერტილი არის, მოდი ასე ვიტყვი, ენგურის ხიდი, ან თუ გდებავთ ასე ვთქვათ, უნდა ვთქვათ, ზუგდიდი. მით უფრო ჩიხია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურა როგორც ასეთი განვითარებული არ არის. ჩვენ რომ გქონდეს ანაკლის აშენებული, გამართული, დიდ გემებს რომ იღებს, ისეთი ანაკლიის სპორტი რომ გქონდეს ან ფოთი რომ იყოს ასე მოდერნიზებული, ამ შემთხვევაში კიდე ასე მძიმე სიტყვას ჩვენ ვერ ვითხოვთ. მაგრამ ჩიხია იმდენად, რამდენადაც ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის. ბიზინა ივანიშვილმა რუსეთის კარნახით მოსპო ანაკლიის სპორტის პროექტი, აი მაგალითად მომავალი წლის 2026 წლის ბიუჯეტში ანაკლიის სპორტისთვის გაიმეტა სულ რაღაც 17-18 მილიონი დოლარის ოდენობა, დოლარი ბიუჯეტში ჩადო 50 მილიონი ლარი, როდესაც ჩვენ გვჭირდება რომ 200, 300, 400 მილიონი დავახარჯოთ ყოველწლიურად ანაკლიას იმისთვის რომ ინვესტორებიც დავაინტერესოთ, თუნდაც არსებული ინვესტორები უფრო ძლავრად შემოვიყვანოთ ამ სპორტის პროექტში. მე არა ვარ მომხრე ჩინური კომპანიის მიერ 59%-ის ფლობისა, მაგრამ ოკეი, ვთქვათ და ვცდები და ჩინური კომპანია ჩინეთის შემოვა მხოლოდ მაშინ დაარსებით მონაწილეობას მიიღებს ანაკლიის სპორტის კიდევ უფრო გაძლიერებაში, თუ შენგანაც იქნება ჩადებული დიდი ინვესტიციები და ესენი კი დასაკეთებენ 50 მილიონ ლარამდე დაიყვანეს ანაკლიაში ინვესტიცია, ასე მაგალითად 2020 კონკრეტულად 2026 წელს. ჩიხია საქართველოს მეთქი ასე გეტყვით, იმიტომ რომ ტვირთების დიდი ნაწილი კვლავ ვიმეორებ ზანგეზურზე გავა 2.5 მაქსიმუმ 3 წელიწადში და საქართველოსთვის გამომეტებული იქნება მცირე ნაწილი ტვირთებისა, რომლებიც უნდა მოხდეს თურქეთის გავლით სამხრეთ ევროპაში ან მთლიანად ევროპაში ასე ახსნით, მაგრამ ეს შემოსავლებში ძალიან დიდ პრობლემებს შემიქმნის ჩვენ.
მაგრამ ამასობაში ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის მომარაგება რუსეთისათვის. და რუსეთის მომარაგებისათვის ზანგეზურის დერეფანი არც არაფრის მომცემია. რუსეთი ბუნებრივია ცდილობს, რომ ცალკეული რეგიონებიდან, მათ შორის ყაზახეთიდან, ქვეყნებიდან, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან ნაკლებად, მაგრამ ირანიდან ნამდვილად მიიღოს გარკვეული მნიშვნელოვანი, მისთვის მნიშვნელოვანი ტვირთები. აქედან გამომდინარე რუსეთის ხელისუფლება ამ ბანდა ხელისუფლებას სთავაზობს დაახლოებით შემდეგს. ხომ ხედავთ, რომ თქვენ ყველა პროცესიდან ხართ ამოვარდნილები. თქვენ ვერც გააკონტროლებთ იმას, რა ტვირთები წავა ზანგეზურის დერეფანზე და რომც აკონტროლებდეთ, ან ვერ აკონტროლებდეთ, რა მნიშვნელობა აქვს, ეს თქვენი საქმე არ არის, ის ტვირთები მაინც ევროპისთვის, კონკრეტულად სამხრეთ ევროპის, თურქეთისთვის, ევროპისთვის და სამხრეთ ევროპისთვის კონკრეტულად არის განკუთვნილი, მაგრამ ჩვენც გჭირდება, ანუ რუსეთსაც გჭირდება გარკვეული ტვირთები. თქვენი სასაზღვრო საბაჟო პუნქტი, სასაზღვრო პუნქტი ზემო ლარსზე, ლარსის მიმართულებით არის ძალიან პირველ ყოვლისა რთული რელიეფია, მეორე არის ძალიან პატარა, ვიწრო ყელი აქვს და მოდი გავხსნათ ჩვენ შორის სხვა მეორე დამაკავშირებელი დერეფანი. რა შეიძლება იყოს ეს დერეფანი ჩვენ შორის დამაკავშირებელი? ეს შეიძლება იყოს ორი დერეფანი, ეს შეიძლება იყოს ცხინვალის რეგიონზე გამავალი დერეფანი, გვირაბი, როკის გვირაბი და ეს შეიძლება იყოს აფხაზეთის გავლით ვიდრე განთიად ბიჭვინთამდე არსებული სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც დააკავშირებს ამ სამყაროს ირანს, თურქეთსაც, შესაძლოა აზერბაიჯანს და ასე შემდეგ, დააკავშირებს სწორედ რუსეთთან. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება იძულებული იქნება, რომც დათანხმდეს ამ ყველაფერს, რომც გაუწიოს წინააღმდეგობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ დათანხმდეს ამ ყველაფერს. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას თუ ეტყვიან, რომ შენი ბეჭედიც იქნება დარტყმული სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გალში და კი ამიტომაც მეორეჯერ ვახსენებ ამას, აკი ამიტომაც აკეთებს რუსეთი უზარმაზარ ტერმინალს სწორედ გალში, რომელსაც არა აქვს ჯერჯერობით სასაზღვრო ფუნქცია დაკისრებული, მაგრამ აუცილებლად დაეკისრება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ანუ ეს არ იქნება მხოლოდ საბაჟო ტერმინალი, ეს იქნება სასაზღვრო გამშვები პუნქტიც. საქართველოს ხელისუფლება იტყვის, რომ თუ მექნება მეტი შემოსავალი და მას შემოსავალი სჭირდება, შემოსავალი იქიდან რომ გავატარე ტვირთები, მე თანახმა ვარ, რომ ეს სახმელეთო მიმოსვლა აღდგეს აფხაზეთის მიმართულებით. ამასთან რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებას ამგვარს, რომ არანაირი გარდა სატვირთო კომუნიკაციისა რუსეთთან არ უნდა ხდებოდეს, ანუ ლტოლვილი ვერ უნდა გადადიოდეს ენგურის ხიდზე, მithumeles ვერ უნდა აცხადებდეს იმას, რომ მას აქვს იქ სახლი, მას უნდა სახლის დაბრუნება, მას აეკუთვნის კონფისკაცია, მას ეკუთვნის სეპარაცია და ასე შემდეგ. შეუულებრივი მოქალაქეებისთვის ენგურის ხიდი ჩაკეტილი იქნება, მით უფრო არადევნილებისათვის დევნილებს კიდე 2-3 ადამიანს ან 5-6 ადამიანს კიდე გადაუშვებენ ხოლმე უტრინებს ცხადია და ორ თვეში ერთხელ უტრინებ რასაკვირველია, შესაძლოა კი ნამდვილად უფრო ხშირად, მაგრამ მათ არანაირი უფლებები წყალებში დამოუკიდებელ ან რუსეთთან მიერთებულ აფხაზეთში რასაკვირველია არ ეკნებათ. საქართველოს ხელისუფლება ამაზე უარს ვერ იტყვის, იმიტომ რომ მას შემოსავლები სჭირდება, მაგრამ აქ შემოდის აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ფაქტორიც. აფხაზის სეპარატისტები იტყვიან, რომ ჩავარტყათ ჩვენი ბეჭედიც, ამით საქართველო აღიარებს ერთგვარად აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ანექსირებული იქნება ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის, ანუ არა მხოლოდ ოკუპირებული, არამედ ანექსირებული იქნება ეს ყველაფერი, ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის მიერ. ბიძინა ამ ყველაფერზე გაგიკვირდება და თანახმა. ახლა ისმის კითხვა, ვინ მუშაობს, ბიძინა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვინ მუშაობს ამ მიმართულებით კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან, ვინ უჭედავს ტვინს ბიძინა ივანიშვილს, ვინ ეუბნება
რომ ამის გაკეთება გარდაულა აუცილებელია. ცხადია, ესენი არიან რუსები, მოსკოველი FSB-ის აგენტები, რომლებიც აბასთუმანსა თუ თბილისში, ჭორვილასა თუ სხვაგან ბიძინა ივანიშვილს პრაქტიკულად ყოველ დღე ესაუბრებიან ამ თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის ენერგეტიკაზე, ენგურხესზე, საინტერესო ესი თემაა, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად დავკარგავთ ენგურხესიდან მიღებულ ელექტროენერგიას გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ ასე გაგრძელდა, მოდი, ასე გეტყვით, ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ენერგო სექტორიც, მაგრამ ეს კიდე ცალკე ვიდეობლოგის თემაა. ვინ ელაპარაკება უშუალოდ ქართველებს საქართველოს მოქალაქეებიდან? საქართველოს იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც არსით რუსები არიან და რომლებიც თავის მხრივ არიან რუსეთის აგენტები. მე გეტყვით, რომ ელაპარაკება პირველ ყოვლης ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით არა ზურაბ ბაბაშიძე, რომელიც ბევრ საკითხში შეიძლება გააკრიტიკოს ზურაბ ბაბაშიძე უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარეს არ გულისხმობ, რომელიც იყო აი კარასინი აბაშიძის ფორმატების მონაწილე და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში ცხადია მას გააკრიტიკებ, ის წინააღმდეგი იყო ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით რკინიგზის გახსნისა და რკინიგზაც გაიხსნება და ის წინააღმდეგი იყო ამ სახმელეთო დერეფანის თუ გზის გახსნისა დანარჩენ საქართველოსთან დაწყებული აფხაზეთის ჩათვლით, ანუ დიდი სატვირთო მანქანებისათვის. ეს თემა წამოიღო და ამ თემაზე მუშაობს ყველაზე აქტიურად გაგიკვირდებათ და ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით გია ვოლსკი. გია ვოლსკი, რომლის ზურგს უკანაც დგანან მისი მეგობრები აფხაზეთის და კონფლიქტების თემაში ოდესღაც ჩართულები და ახლაც ჩართულები, ეს არის გოგა ხაინდრავა, რომლის მოადგილეც იყო თავის დროზე გია ვოლსკი. ეს არის კავკასიის საკითხებში ცალკეული ექსპერტებად წოდებულები, ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით ესენი და კიდევ აი პოზიტივის, იმედის და ასე შემდეგ სხვათა მიერ დახელფასებული რაღაც ჯგუფები, რომლებიც გია ვოლსკისთან ერთად ამბობენ, რომ დიახ, ჩვენ უნდა გავხსნათ სარკინიგზო დერეფანი აფხაზეთის გავლით, დანარჩენ საქართველოს რომ გადმოგვეც, ჩვენ უნდა გავხსნათ სახმელეთო დერეფანი იმ დიდი სატვირთო მანქანებისათვის, რომლებიც წამოვლენ ირანიდან, შესაძლოა თურქეთიდანაც, აზერბაიჯანიდან, პირველ ყოვლისა ირანიდან, შესაძლოა სომხეთიდანაც და მოადგებიან ენგურის ხიდს. თავად გია ვოლსკი, ჩემი ინფორმაციით, ძალიან მჭიდრო ურთიერთობაშია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირიენკოსთან, რომელსაც თავი ეგრამაგის პასუხია და ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით 4 ერთი თუ არ ვწდები, მაგრამ შესაძლოა ვწდები, გვარად გველესიანია, 4 ქართველი ყავს თანაშემწეთა შორის. ერთ-ერთი ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით გველესიანია, 4-ვე არის ტოლვილი, დევნილი, გამოდევნილი აფხაზეთიდან რუსების მიერ 90-იან წლებში მათი ამოჯახების წარმომადგენელი ახალგაზრდა ხალხი. კირიენკო საშუალო თვეში 2-ჯერ, საშუალო თვეში 3-ჯერ სტუმრობს აფხაზეთს, სადაც გაიზარდა ის უფრო ზუსტი რომ იყო მე-7 თუ მე-8 კლასამდე. დაიბადა და იქ მე-7 და მე-8 კლასამდე მისი ოჯახი ცხოვრობდა, სახლობდა, ახლა ის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი და საკმაოდ გავლენიანი პირია და ამ რეგიონის კურატორია, საქართველოს კურატორია ერთ-ერთი მეთქი. გეტყვით ასე. ვოლსკი კირიენკოს ურთიერთობები არის საკმაოდ მჭიდრო და სწორედ ამას უსაბუთებს რუსეთის კირიენკოს სახით ვოლსკის და ვოლსკი თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩიხშია მოქცეული ვითარება. რუსეთისთვის ეს სასარგებლო ამბავია და რუსეთი მიიჩნევს, რომ ჩვენთვის სასარგებლო რამეს აკეთებს, გვთავაზობს და მოდი გავხსნათ ტვირთები შესაძლებლობა მივცეთ, ტვირთების გატანის შესაძლებლობა მივცეთ ცალკეულ სახელმწიფოებს რუსეთის მიმართულებით. ახალი სასაზღვრო პუნქტი გაიხსნა სწორედაც რომ არა ფსოუზე, არამედ სწორედაც რომ ენგურზე შემოუშვით და გამოვატარეთ ტვირთები. ამით თქვენს ისარგებლებთ და თქვენ ვერ ისარგებლებთ სხვა ვერანაირი პროექტით, იმიტომ რომ საქართველოს აღარ არის პრაქტიკულად აღარ არის ანგეზურის გახსნის გათვალისწინებით აღარ იქნება შუა დერეფნის წამყვანი სახელმწიფო და არის ჩიხის სახელმწიფო, მით უმეტეს რომ ანაკლია განვითარებული არ აქვს და თქვენი საზღვაო ინფრასტრუქტურა იმდენად მოუწესრიგებელი ასევე რკინიგზა იმდენად მოუწესრიგებელია, რომ
რომ თქვენსკენ არავინ აღარ გამოიხედავს და ლარსი კი ვერ ატარებს ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი კი რამდენადაც ვიწროყელიანია ვერ ატარებს იმ დიდი რაოდენობის ტვირთს რომელიც განკუთვნილია რუსეთისათვის ასე მაგალითად ირანიდან და ყაზახეთიდანაც კი ან იმ რეგიონიდან მოდი ასე ვიტყვი უფრო ფართოდ და გიაოლსკი კირიენკოს აცნობის მაგაც იმეთქი ასე არ ვიტყვი გიაოლსკი ლობინებს ამ საკითხს და საკითხის გატანას ბიზნე ივანიშვილის კარზე და ჯერჯერობით წარმატებითაც ახლა ის მის კითხვა დასავლეთი იქნება თუ არა ჩვენთან მიმართებაში აქტიური ლოგიკით მეგობარი აქტს არ გულისხმობ მეგობარი აქტი მიღებული იქნება რასაკვირველია ლოგიკით დასავლეთი და ერთეული შტატები კონკრეტულად უნდა იყოს აქტიური ძალიან მან არ უნდა დაუტოვოს რუსეთს საქართველოს არ უნდა ჩაუტოვოს და თუ შემოსულია კავკასიის 2-13-ში აზერბაიჯანსა და სომხეთში მან დასავლეთმა და კონკრეტულად შეერთებულ შტატებმა ჩვენთან მიმართებაში უნდა ჩამოაყალიბოს პოლიტიკა და განცხადებებიც უნდა გააკეთონ მაღალ დონეზე თუ ტრამპისა და რუბიოს დონეზე მაინც ანუ კონგრესმენების განცხადებებს უნდა ავწდეთ და უფრო აღმასრულებელი ხელისუფლებიდან უნდა ისმოდეს განცხადებები ჩვენთან დაკავშირებით ლოგიკით ეს ასეა მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ეს ასე არ მოხდეს მიზეზთა და მიზეზთა გამო პირველ ყოვლისა იმ მიზეზის გამო რომ ისინი დასავლეთში ვერ ხედავენ თუ მართებულად წარმოვთქვა ამ წინადებას და ვეცდები ვერ ხედავენ სწორ პოლიტიკას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მე აქ მარტო ლიდერზე არ ვლაპარაკობ რომ ლიდერს ვერ ხედავენ შესაძლოა ჩვენ არც ვჭირდება ეს ერთპიროვნული ლიდერი რომელიც ყველაფერს წყვეტდა და წყვეტს არა ვერ ხედავენ ჩამოყალიბებულ მიდგომას და ალტერნატივას ოპოზიციაში მოცემულ ეტაპზე მათ შორის ვერც ელექტორალური თვალსაზრისით ამიტომ დასავლეთიდან ან უკვე ისმის ან მომავალში გავიგონებთ დაახლოებით შეერთებული შტატებიდან ასეთ მესიჯს შესაძლოა არა ღიას არამედ ფაროს ამ ვერსიის თანახმად რომ როგორმე გაძელით გარკვეული პერიოდი გადაარჩინეთ ინსტიტუციები გადაარჩინეთ ღირებულებები გადაარჩინეთ ცალკეული არასახელისუფლო სივრცეები კრიტიკული აზროვნება კრიტიკულად განწყობილი ადამიანები მოქალაქეები და ასე შემდეგ და გარკვეული პერიოდის შემდეგ 28 წლისთვის 29 წლისთვის იქნება და ჩვენს მოგაქციოთ ყურადღება არ გულისხმობთ ევროპის მიერ ყურადღების მოქცევას ეს არის ერთი აზრი ამასთან დაკავშირებით მეორე აზრი სხვაგვარია მეორე აზრის თანახმად შეერთებული შტატები ძალიან სწრაფად კონკრეტულად შეერთებული შტატები 2026-ში მეგობარი აქტის პარალელურად შეიმუშავებს პოლიტიკას ჩვენთან მიმართებაში აქ გამოუშვებენ კონგრესმენთა თუ სენატორთა ჯგუფს ორივე პალატის ჯგუფს რომლებიც მკაფიო მესიჯს ჩამოუტანენ ბიზნა ივანიშვილს რა უნდა გააკეთოს მან უახლოეს უხეშად 2-3 თვეში მე სიმჯერა ამაზე არ არის საუბარი მე რა მინდა ამაზეც არ არის საუბარი ცხადია მე მირჩევნია რომ ეს სწორედ მეორე სცენარი განხორციელდეს ანუ ჩამოვიდნენ ამერიკელები და ბიზნა ივანიშვილს მიუთითონ და ბიზნა ივანიშვილს უთხრან რა უნდა გააკეთოს მან მაგრამ ამავდროულად მე არ ვარ დარწმუნებული რომ ჩემი სურვილები რეალობას დაემთხვევა ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული კვლავ მეორეფერს არ ეხება მეგობარი აქვს რომელიც ძალიან მძიმე იქნება ბიზნა ივანიშვილისთვის ისევე როგორც ბრიტანეთთან დასაწესებელი და დაწესებული სანქციები რომლებსაც ის ვერ ასწდება პარალელურად რასაც აკეთებს რუსეთი აგი მოგახსენეთ კიდეც რუსეთი ბიზნესს თავაზობს რომ მე პარტნიორე მე თანამშრომლე გავატაროთ თვირთები აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩავარტყათ ან არ ჩავარტყათ აფხაზური ბეჭედი ვცნოთ ან არ ვცნოთ ამით აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი ეს იქნება მაღალი ალბათობით ანექსია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონისაც შესაბამისად ის საერთოდ არაფერი არ არის რუსეთისათვის ანუ მნიშვნელოვანი კი არის მაგრამ აფხაზეთი უფრო მნიშვნელოვანია ეს არის უმოკლესი გზა ეგრა მაგის პასუხია იმისთვის რომ ტვირთები მათ შორის სანქცირებული ტვირთებიც რომლებიც რუსეთს სჭირდება
მოხდეს რუსეთის ტერიტორიაზე, ლარსი ვერ ატარებს და წამომყევი და მეთანამშრომლე და შენც ისარგებლებ ამით. ბიზინა, რომელიც გადაფსიხებულია საკუთარ ფულზეც და შესანიშნავად ხვდება, რომ მეტი და მეტი ფული სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ განახორციელოს ცალკეული ის პროექტები, რომლებიც თავის მხრივ სარგებელს უტოვებს მის კორუმპირებულ მაღალ ჩინოსნებს, სარგებელსაც უტოვებს, მაგრამ პროექტებიც ხორციელდება. ბიზინა ამ ყველაფერზე დათანხმდება. რა შეაჩერებს ბიზინა ივანიშვილს? ვერც ვერაფერიო ახლა კი ნაღამ წამოვწდა, მაგრამ შეაჩერებს საქვეყნის სრული გადანადგურებისაგან ჩვენ გვიხსნის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პროტესტი. ჯერჯერობით სხვა გამოსავალი არ ჩანს. ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს სხვა მექანიზმი ზეწოლისა ბიზინა ივანიშვილს. თუმცა ეს ჩვენი პროტესტი შეიძლება ფეხებზე დაიკიდოს ბიზინა ივანიშვილმა და ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ ჩვენ ამ მხრივაც დავინგრეთ. როგორმე უნდა მივატანოთ ამ ჭკუაზე ვდგები ახლა უკეთეს დროებამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკრაინის კონტექსტში პირველ ყოვლისა და უკეთესი დროებამდე, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს უკეთესი ეგრეთ წოდებული დროება დადგება, რასაკვირველია, ჩამოყალიბდება მსოფლიო როგორი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს გლობალურად და როგორი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს ლოკალურად საქართველოსთან მიმართებაში. მსოფლიო მეთქი ეს თქვი, მაგრამ უფრო ცხადია გულისხმობ შეერთებულ შტატებს. ყველაზე სკეპტიკური დათვლებით ეს პოლიტიკა შემუშავებული არ იქნება 28 წლამდე. პარები ვიტყვი ამასაც, ეს ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, დანიშნავს თუ არა 2026 წელს ელჩს ადმინისტრაცია, თუმცა ელითრაშუალედური არჩევნები შეერთებულ შტატებში შეიძლება ეს ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება სწრაფად ვერ მიიღოს, მით უფრო რომ გარკვეული ალბათობით შუალედურ არჩევნებში ტრამპის ფრთა ან რესპუბლიკური პარტია უფრო ზოგადად რო ვთქვა, მაგრამ გარკვეული ალბათობით დამარცხდება და ესეც ერთ-ერთი ფაქტორია. ერთ-ერთი ფაქტორია ელჩის ვერ გამოშვებისა ჩვენს ქვეყანაში. და არა მხოლოდ არ გამოშვებისა, არამედ ვერ გამოშვებისა. მოკლედ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ისიც გახსოვდეთ, რაც წინა ვიდეო ბლოგში ვთქვი. გაიწვევენ ქართველ ჯარისკაცებს, ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის ნებისმიერ ომში უკრაინის წინააღმდეგ, ან ომში სხვაგან. თუ ასე მჭიდროდ დავუახლოვდებით, შევეტენებით რუსეთს და ისიც გახსოვდეთ, რომ კონკრეტული გვარსახელები აქვთ ჩვენ სინამდვილეში ადამიანებს, რომლებიც ბიზინა ივანიშვილს ემუშავებიან და ცხადია მთავარდამნაშავე სწორედ ბიზინა ივანიშვილია, მაგრამ ისინიც ხალატობენ ქვეყნის ინტერესებს. გასაკვირველია პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ დამოუკიდებელადაც არიან გასული რუსეთის. მჭიდრო კავშირში რუსეთის ფსბ-სთან გასული რუსეთის ფსბ-ზე. ერთ-ერთი მათგანი არის გიავოლსკი, რომელიც ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით ახლა კურირებს სწორედ ამ მიმართულებას, ოღონდ მას, როგორც ცეკას ინსტრუქტორს არც პატიოსნება და როგორც ვითომდა დიპლომატს, ყოფილ დიპლომატს, არც კომპეტენცია და რაც თავარია, ღირებულებები არ ყოფნის, არა აქვს, რომ გადაწყვიტოს ისე, როგორც ჩვენ გვჭირდება, ჩვენ ქართულ სახელმწიფოს. ნახვამდის.